პირველი და მნიშვნელოვანი რაც უნდა ვიცოდეთ, ამ დღეებმა სინამდვილეში დაადასტურა ის, რომ ამ ქვეყანაში მიტაცებული ძალაუფლების მიმტაცებელი რეჟიმის მიერ ივანიშვილის მიერ მიღებული არც ერთი კანონი არ მუშაობს და ყველა ის მცდელობა, რომ ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან წინააღმდეგობის მოძრაობაში, ადამიანები, რომლებმაც იციან და გააზრებული აქვთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირში, ნატოში, რომ ამ ქვეყნის მომავალი უნდა იყოს ბედნიერი, თავისუფალი და წარმატებული, არაფერს არ უშინდებიან ამისთვის. ამის გადმოძახილია ეს ყველაფერი და ხო თუ 50 კაცი კეტავდა, რატომ არის დღეს თითქმის 200 ადამიანი დაკავებული, ხო რაღაც ხუმრობად დამკვიდრდა ეს ყველაფერი, თუმცა სინამდვილეში საუკეთესო პასუხია რეჟიმის ბინძურ პროპაგანდაზე. ახლა გუშინდელს რო შევეხოთ, სინამდვილეში ჩვენ რაც ვნახეთ გუშინ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით და ამ ანგარიშიდან გამომდინარე შემდეგ იმ ბრიფინგით, რომელიც ვიხილეთ ერთი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ და მეორე უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და მარტა კოსის, მე რამდენიმე ნაწილს გამოყოფდი ამ ყველაფრიდან, რაც მგონია მნიშვნელოვანი. პირველი არის ის, რომ გუშინ ჩვენ მორიგჯერზე უბრალოდ დადასტურებულად გვითხრეს, რომ თავარი ბარიერი საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის ბედნიერებისკენ, თავისუფლებისკენ, ეკონომიკური კეთილდღეობისკენ და გარანტირებული მშვიდობისკენ ამ გზაზე არის ივანიშვილი და მისი რეჟიმი. იმიტომ რომ ევროკავშირი არის სინამდვილეში ერთობა შესაძლებლობების. ერთობა, რომელიც აგერ უკვე 75 წელია მისი დაფუძნების დღიდან რჩება იმ თავარი ფუძემდებლური პრინციპების ერთგული, რომლის გარშემოც ეს ერთობა შედგა, ხო და უმთავრესი პრინციპი იყო ომის დაუშვებლობა. ანუ მშვიდობის გარანტორობა, მეტი თანამშრომლობა და ეკონომიკური ცხადია, იქ მაქამდე მივიდივარ, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და 75 წლის განმავლობაში, ხო, რა ვიცი, სოფლიოში რამდენი რამე შეიცვალა ამ პერიოდში, ხო? ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. 75 წლის განმავლობაში ევროკავშირი დარჩა ამ ღირებულებების ერთგული და არასდროს ომი არ ყოფილა ევროკავშირის ტერიტორიაზე, ხო? ამიტომ მე მინდა ძალიან მარტივად ვთქვა, რომ კი, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ანუ დაუბრუნდება მის ისტორიულ ოჯახს, სადაც არის მისი ადგილი, რაც არის რეალურად ქრისტიანული ცივილიზაციური ერთობა და რაზეც საუბრობდა ილია ჭავჭავაძე, გენერალი გიორგი კვინტაძე, რომ ქართველები არიან ჭეშმარიტად ევროპელები და ამ ოჯახის და ცივილიზაციის ნაწილი და ჩვენი ადგილი იქ არის. ანუ სინამდვილეში ივანიშვილი გვართმევს შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ დავიბრუნოთ და გავხდეთ ისევ იმ კულტურული იდენტობის ნაწილები, აი ის იდენტობა დავიბრუნოთ და დავიცვათ, რომელიც მართლაც ჩვენია პირველი რესპუბლიკიდან გამომდინარე. ამიტომ მე მინდა უბრალოდ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ და რისკენ უნდა მივდიოდეთ და რატომ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ხო? ევროკავშირი არის ერთობა შესაძლებლობების და დახურული კარების გაღების, ხო? ანუ სინამდვილეში ის ყველა კარი გაიღება, რომელიც მაგალითისთვის აი სექტორულად რო ჩავშალოთ, ბიზნესს გაუხსნის გზას 450 მილიონიანი ბაზრისკენ, სადაც ქართულ პროდუქციას შეიძლება გავიდეს ყოველგვარი ბარიერების გარეშე და ადამიანი შეიძლება გამდიდრდეს აქ, მის ქვეყანაში და არ მოუწიოს ბედნიერების ზიება ემიგრაციაში, როგორც ბოლო 4 წელში 200,000-ზე მეტ ქართველს, რომლებიც წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან. ადამიანი შეიძლება რეალიზდეს მის სამშობლოში, იმიტომ რომ ეცოდინება, რომ მისი სამშობლო არის იმ ერთობის ნაწილი, სადაც, რა ვიცი, მის ბებია ბაბუას ექნება პენსია 1000 ევროზე მეტი საშუალოდ როგორც არის, ხო, ანუ ხილსეული სიბერე ექნება. სინამდვილეში ეს არის შესაძლებლობა იმისკენ, რომ ქართულ სტუდენტებს ჰქონდეთ ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში მეტწილად მათ შორის უფასოდ სწავლა-განათლების მიღება და ეს ბედნიერება, ყველა ეს შესაძლებლობა მათ შორის სჭირდებათ რეჟიმის მხარდაჭერებს, ამ პასიურ მოქალაქეებს. მათ უნდა იცოდნენ ეს, რომ სინამდვილეში ევროპა, ევროკავშირი, ყველა ეს სიკეთე, ყველა ეს შესაძლებლობა, რაც იქ არის და რაც იქ ჩვენ მოგვეპოვება და რაც დღეს დაკეტილი გვაქვს ნაწილობრივ, სინამდვილეში მათაც ისევე თანაბრად ჭირდებათ, როგორც ჩვენ და ხო, ამის მარტივი დადასტურება არის ის, რომ მაგალითად ქართული ოცნების მთავარი სპიკერების რეჟიმის მთავარი, ეს თქვა, საყრდენების უმეტესობას შვილები არიან ან ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეები ან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები. ანუ ის იქაურობა ჯობია, ხო? თავად ვესცემენ. რუსეთს არავინ არ უშვებს ჩელაბინსკში სასწავლებლად და ფაქტობრივად აღარც საქართველოში ტოვებს, იმიტომ რომ საქართველო ტოლობის ნიშანი გახდა მათ პირობებში რუსული სისტემის. ამ ქვეყანაში ზუსტად ისე იჭერენ ცარიელი ფურცლის ჭერისთვის, ზუსტად ისეთი რეპრესიებია, რაც რუსეთშია. და ხო, ამ ქვეყანაში ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ და განგვასხოვებს რუსეთისგან ის, რომ ეს ხალხი კუჩაში დგას, აპროტესტებს და არ ეგუება, თორემ რეჟიმმა ეს ქვეყანა გაწირა ჩელიაბინსკობისთვის, ნამდვილად გაწირა. რეჟიმმა გაწირა, მაგრამ ორი მთავარი ფაქტორია და შეიძლება
მეტიც ცხადია, რის გამოც საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი არ გაიწირება და ჩვენ გამარჯვებამდე მივალთ. პირველი არის ცხადია, ქვეყნის შიგნით, რაც მთავარი ჩემი აზრით განგვასხვავებს რუსეთისგან და რაც ყველაზე დიდი პოზიტივია ამ პროცესში. ივანიშვილმა მოახერხა და ამისთვის მართლა მადლობა მას, რომ ამ ქვეყანაში შექმნა ახალი საზოგადოება, რომელმაც იცის რა არის მისი ტრადიციები, რა არის მისი, ეს ვთქვათ, კოდური დნმ, რაც მართლა მშობლიურია მისთვის და სადამდე უნდა მიიყვანოს ეს თანამედროვე სამყაროში. იცის, რომ სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს და ჩახსნას რუსეთს. და მეორე არის ის, რომ ასევე რომ განსხვავებით რუსეთისგან ამ ქვეყანაში ადამიანები ოჯახებით არიან ჩართული ამ პროცესში და ეს ბოლო რამდენიმე დღემ დაადასტურა, როდესაც მართლა წარმოუდგენელი სიმამაცე ვნახეთ ჩვენ ოჯახების, როდესაც დედა და შვილები ერთად გადავიდნენ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე და ერთ-ერთი შვილი ამბობდა, რომ დედა ჩემი დავინახე გზას კეტავდა და ამიტომ გადმოვედი. ეს არის თავარი განმასხვავებელი და ეს არის ჭეშმარიტად ქართველობა, რომ ადამიანებმა იციან, რომ ამ გზაზე რუსთაველის გადაკეტვით ადამიანებმა იციან, რომ სინამდვილეში იხსნება გზა თავისუფლებისკენ, იხსნება გზა ბედნიერებისკენ, რეალური მშვიდობისკენ და უსაფრთხოებისკენ და ერთ-ერთი დამატებითი ფაქტორი, რაც არის ის გეოპოლიტიკური გადალაგება, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, ხო? საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი მარტო იმიტომ, რომ ევროკავშირიდან გუშინ ისმოდა გზავნილები ასევე თურქეთთან დაკავშირებით, რომ კი თურქეთს აქვს პრობლემები, ოღონდ ხო თურქეთი მათ სტრატეგიულ პარტნიორად იქნა მოხსენიებული და ევროკავშირი ჭირდება, რომ ეს რკალი შეიკრას სომხეთთან და საქართველოსთან და თურქეთთან ერთად დაიკეტოს, მათ შორის მერცმაც ახსენა ევროკავშირის ლიდერის სახელმწიფოს ლიდერმა თურქეთის გაწევრიანების აუცილებლობის შესახებ, იმიტომ რომ დღეს რეალურად დგას უსაფრთხოების გამოწვევები და ის მთავარი პრინციპი, რაც ჩვენ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, მშვიდობა და ომის დაუშალობა, სწორედ აი ამ რკალის შეკვრით, სამხრეთ კავკასიის შეკვრით, თურქეთთან ჩაკეტვით, სომხეთთან ერთად ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენ უბრალოდ გვერდს ვერ აგვივლიან, იმიტომ რომ შავი ზღვა ეს მართლა ვიცი ძალიან დიდი ბუნებრივი სიმდიდრე ყველას სჭირდება, ამიტომ საქართველოს სჭირდებათ მათ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე ევროკავშირს, ანუ ორ ყველაზე დიდ ცივილიზაციურ მათი მგზავნილიც ეს არის, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეების გვერდით გავართ გასაჭირშაც და ლხინშიც, უბრალოდ გასაჭირი უდგას ახლა ამ ქვეყანას და ამის დოკუმენტირებას ახდენენ ისინი. კი, და ამ დოკუმენტში სამარცხვინო იყო ის, რომ არ ვიცი, არც ერთ ქართველს არ ესიამოვნება ის, რომ ერთ დროს ლიდერი სახელმწიფო გუშინ აღმოჩნდა ისტორიაში პირველად, ხო, აი 75 წელია ეს ერთობა არსებობს, ისტორიაში პირველად კანდიდატ 10 ქვეყანას შორის ჩვენ ვიყავით ერთადერთი, კიდევ ერთხელ სერბეთს და თურქეთს პატივისცემით ორივე სახელმწიფოსთან ქონდათ მათ შორის შერეული შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ხო, აქვთ გარკვეული პოზიტიური ძვრები და ასე შემდეგ, ჩვენ ვიყავით ერთადერთი, ვისაც 90 გვერდიან დოკუმენტში 28-ჯერ იყო ნახსენები უკუსლა ან სერიოზული უკუსლა და არ არსებობდა არც ერთი ქვეთავიც კი, სადაც შეფასებაში არ იყო გამოყენებული სერიოზული უკუსლა. ეს არის სინამდვილეში პასუხი ერთის მხრივ რეჟიმის ბინძურ პროპაგანდას, რომ ისინი თითქოს ყველაფერს ასრულებენ, ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც საჭიროა ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის და მეორეს მხრივ ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის განაცხადი, რომ კი, ჩვენ ვდგავართ თქვენთან, ჩვენ მათ შორის იმით, რომ ნოემბერში შესაძლოა მივიღოთ უკვე ახალი მექანიზმი სანქციების პაკეტის, ანუ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის შუარგოლის წარმომადგენლებს, იგივე სამინისტროებში მუშაობებს ან მუნიციპალიტეტებში დასაქმებულებს წაერთვათ უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა, თუმცა ქართველი ხალხის ბრძოლა ფასდება და ჩვენ ამ ბრძოლაში ვდგავართ თქვენს გვერდით. ეს არის მნიშვნელოვანი და ის ხედავ რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ იქ სადაც ჩვენი ისტორიული ადგილი არის, იქ არის სინამდვილეში გარანტირებული მშვიდობა, უსაფრთხოება და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება. ქართველს შეუძლია იყოს ბედნიერი და ამას გვართმევს ჩვენ სინამდვილეში ივანიშვილი. და მნიშვნელოვანი იყო, რომ განაცხადე იმის თაობაზე, რომ საქართველო ახლა უფრო შორს არის ევროკავშირისგან, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მიღების დროს იყო. ეს არის თქვენს აღნიშნეთ ეს პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანას მიეცა კანდიდატის სტატუსი, ანუ მისი მისწრაფება ევროკავშირისკენ დაფასდა, რაღაცა იშრომ ამ ქვეყანამ წლების განმავლობაში დაიმსგავსა ევროკავშირის ღირებულებები და ასე შემდგომ და უთხრა, რომ მე მინდა შენი წევრობა და ამიტომ კი ბატონო, აჰა შენ კანდიდატის სტატუსი და მე კიდევ ეს რეფორმები განახორციელე, რომ გახდე ჩვენი წევრი, რომ ჩვენნაირი გახდე, რომ შენს ქვეყანაში არ იჭერდნენ ადამიანებს არაფრის გამო, ადამიანის უფლებები იყოს უზენაესი, რომ უკეთესი განათლება ქონდეთ, უკეთესი პენსია, ასე შემდგომ. ეს ყველაფერი ვალდებულებებთან ერთად მოდისო, გეუბნება ეს ხალხი და შენ ეუბნები, რომ მე არ მინდა ვალდებულებების შესრულება, მე აქ უნდა დავიჭირო ხალხი ვცემო, დავაპატიმრო, უფლებები დავარღვიო, მე გავმდიდრდე, კორუფციის მაღალი ხარისხი უნდა მქონდეს, სულ ძალაუფლებაში უნდა ვიყო, მაგრამ მიმიღე ისეთი როგორიც ვარ. რა თქმა უნდა, პასუხი არის არა. ამ პირობებში ეს გაჩერებული ევროინტეგრაცია
ვერ იცდის სამწუხაროდ, ესეც უნდა იცოდეს მაყურებელმა, მიუხედავად თქვენი ოპტიმიზმისა, 2030 წელი სახელდება წერტილად, როცა შემდგომი და შესაძლო უკანასკნელი გაფართოება იყოს ევროკავშირის, ეს დრო არ არის უსასრულო, რომელიც საქართველოს პერსონალურად მიეცემა, როცა ის რეჟიმს შეცვლის. ცხადია, ჩვენ მე სწორედ ამიტომ დავიწყდა ბევრჯერ ვახსენე შესაძლებლობა. პირველი რაც უნდა გვახსოვდეს და რაც ჩემი აზრით რასაც ყველაზე მეტად უნდა ვაფასებდეთ, ეს შესაძლებლობა ჩვენ მოგვიტანა უკრაინის და უკრაინელი ხალხის გმირულმა ბრძოლამ, მათ შორის იმ 100-მდე ბრძოლაში გმირულად დაღუპულმა ქართველმა მებრძოლმა, რომლებმაც ამ ქვეყნისთვის ყველა ომში იომეს. იმისთვის რომ უბრალოდ დღეს ჩვენ აქ ვისხდეთ და ქართველებად მოიხსენიებოდ და ქართველებად საუბრობთ და მათმა ბრძოლამ დღეს გაგვიხსნა ეს შესაძლებლობის პანჯარა. მეორე, მე გეთანხმებით ამაში, ოღონდ მე მაინც სხვანაირად უყურებ. მე უყურებ შემდეგნაირად. მე მგონია რომ მაშინაც მე ეს პოზიცია მას ჩემი საჯარო იყო და ბევრი ამაში არ მეთანხმებოდა და ახლაც მე ვთვლიდი რომ ხო, მაშინ კანდიდატის სტატუსი სამწუხაროდ რეჟიმმა გამოიყენა სათავისოდ. სათავისოდ იმისთვის რომ საკუთარი ეს რუსული პოლიტიკა ეწარმოებინა ისე და ისეთი ნაბიჯები გადაედგა რომ რაღაც ევროპელის მანტია მოსხმული გასულიყო სინამდვილეში 2024 წლის არჩევნებზე, ოღონდ არც ერთი ვალდებულება არ შეესრულებინა. იმიტომ ეს იყო ის ფაზა, როდესაც სინამდვილეში ჩვენ რაღაც გზა გასაყარზე აღმოჩნდა და მაშინ არც ამ მოთხოვნის შეტანა არ სურდა, უბრალოდ საზოგადოებრივი წნეხი იყო მაღალი, ხო გვახსოვს ჩვენ ყველას ეს. საზოგადოებამ რაც უნდა იცოდეს არის რომ არავინ არაფერს არ მოითხოვს ქართული ოცნებისგან განსაკუთრებულს. მოითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ იმ ფუძემდებლური პრინციპების პატივისცემას, რაზეც მათ შორის ქართული იდენტობა დგას და რაზეც მათ შორის დგას საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუცია სხვა არაფერია თუ არა საზოგადოებრივი შეთანხმება და შემდეგ შეთანხმება საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის. ანუ ვისაც ჩვენ ძალაუფლებას გადავცემთ, ხო რომ ეს არის მთავარი ძირითადი დოკუმენტი და ამის მიხედვით უნდა იყოს სახელმწიფოში ცხოვრება წარმართული და მათ შორის ძალაუფლება განხორციელებული, რომელიც მე თქვენ გადმოგეცით. და ამ შემთხვევაში ჩვენგან ევროკავშირი მხოლოდ ამას ითხოვს. ერთ ძალიან მარტივი ვეცდები რომ ეს პროპაგანდისტული ნარატივი გავაქარწყლო დღეს აქ თქვენთან, რომ ამბობენ ხშირად რომ რაღაც კაცი ქალად აქციონ და მერცქესიანთა ქორწინება და ასე შემდეგ. ხორვატია არის ბოლო სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის წევრი გახდა. და ხორვატიის მაგალითზე, რომელიც მათ შორის მისი ზომებით, მასშტაბით ძალიან გავს საქართველოს, მინდა უბრალოდ ავხსნა, რამხელა შესაძლებლობის პანჯარა გვექნება, როდესაც ჩვენ აქ დემოკრატიულ ცვლილებებს მოვიტანთ და როგორ მარცხდება პროპაგანდა სინამდვილეში სიმართლის ლაპარაკით. ხორვატია სანამ ევროკავშირის წევრი გახდებოდა, ხორვატიაში ჩატარდა რეფერენდუმი 1 წლით ადრე და ხალხს კითხეს, სურდა თუ არა მათ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ასე შემდეგ. ხალხმა განაცხადა უარი, 1 წელს ხორვატია მიიღეს ევროკავშირში და არავის დაახლოებით 10 წელზე მეტი გავიდა, რაც ევროკავშირის წევრია. არავის არ მოუთხოვია მათთვის, რომ რაღაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონებდნენ და მამა ნომერი 1, დედა ნომერი 1 აქციე, როგორც პუტინის კლასიკური პროპაგანდა ამ ყველაფერს წარმოებს და რასაც ქართული უცდება იმეორებს. ხორვატია მას შემდეგ, რაც გახდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, 10 წელში ხორვატიამ მიიღო დაახლოებით 10 მილიონზე მეტი პირველივე ეტაპზე, მიიღო შემდეგ მილიარდობით ისევ დახმარება, გაწევრიანებამდე ვსაუბრობ, გაწევრიანების პროცესში და გაწევრიანებიდან 10 წლის თავზე ხორვატიაში განახევრდა უმუშევრობა, გასამაგდა ექსპორტ-იმპორტი, გაორმაგდა ხელფასები, დაეწყო ჯანდაცვას, უსაფრთხოებას, დაეწყო სოციალურ საკითხებს, ეს ყველაფერი წინ წავიდა ამ მხრივ და მთავარი ხორვატიის ყველა მოქალაქემ შეძლო, აი რაც ვახსენე, ყველაზე სტაბილურ, ყველაზე მდიდარ 450 მილიონიან ბაზარზე გასვლა და ამით ადგილზე გამდიდრება. ანუ უბრალოდ კი არ მიცა ვიღაცამ ეს თანხა, მათ ხელი შეუწყეს იმისთვის, რომ წინ წასულიყვნენ დახმარებებთან ერთად. დღეს ქართული ოცნების პროპაგანდისტული რეჟიმის წარმომადგენლებს, მაგალითად ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრებს ეკითხებოდა ჩვენი კორესპონდენტი, რომ აი მოგეწონათ ეს დასკვნა. პასუხი იყო, არა, არ მოგვეწონაო, მაგრამ იქ პირობებს გვიყენებენო. რა პირობებს? კვლავ მინიშნება იყო ომში ჩათრევისა და მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს პასუხი იყო ზუსტად კითხვაზე, მოლდოვაში რატომ არ არის ომი და მოლდოვამ რატომ შეძლო მოლაპარაკებების გახსნა და იმ დახმარებების მიღება ევროკავშირისგან უკვე მიიღო უკვე მოლდოვა. რაც გაწევრიანების გზაზე მას ეკუთვნის. და მათ შორის უერთდება საერთო როუმინგ ზონას მოლდოვა, რაც ნიშნავს გამარტივებულ კონტაქტებს, მათ შორის უერთდება საერთო გადახდის სისტემას და ეს ბიზნესმა უნდა იცოდეს აუცილებლად, რომლებიც ჩემდა სამწუხაროდ განსხვავებით დეკემბრისთვისგან დღეს ისეთივე აქტიურები აღარ არიან, ყველას არ ეხება, მაგრამ ძალიან შემცირდა ეს სივრცე. მათ უნდა იცოდნენ, რომ სინამდვილეში გუშინდელ
პირველი დოკუმენტი გაფართოების შესახებ არის უკვე წინაპირობა უვიზო მიმოსვლის დაკარგვისა მთელი სახელმწიფოსთვის და ეს შემდეგ შეიძლება გახდეს წინაპირობა მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დაკარგვის და ასე შემდეგ. ხო ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვია. ოღონდ ჩვენ რაც უნდა ვიცოდეთ, ეს ბრძოლა სინამდვილეში ყველასთვის ეს ბრძოლა არის ზესახელმწიფოებრივი, ეს ბრძოლა გადის სახელმწიფოსთვის და ზეპარტიული ცხადია, ოღონდ ეს ბრძოლა მათ შორის არის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. იმისთვის რომ ჩვენ ვიცხოვროთ ბედნიერად, ხო, გვეკუთვნის ეს ბედნიერება, გვეკუთვნის მარტო იმიტომ, რაც გავიარეთ ჩვენ ბოლო 70 წლის დროს საბჭოთა ოკუპაციის და შემდეგ როდესაც ვიყავით პირველი სახელმწიფო, რომელმაც რუსეთს მხოლოდ 21 საუკუნეში ორჯერ ეომა, ცხინვალის მოვლენებს ბევრი ომად არასახებს, მაგრამ მე ეს ასე მგონია და ეს ჩვენ დავიმსახურეთ ჩვენი იმ ბრძოლით, რომელსაც მათ შორის დღეს ვაგრძელებთ და მე მჯერა რომ ამას ბოლომდე მივიყვანთ, ზუსტად ისე როგორც გუშინ წინ რუსთაველზე დედაშვილი იდგნენ, ხელიხელ ჩაკიდებული გადაკეტეს რუსთაველი, ყოველგვარი ნიღბის გარეშე გაღიმებულები და ხო, აი ეს გადაკეტვა საბოლოო ჯამში გაგვიხსნის იმ გზას, რაც მიდის ბედნიერებისკენ და მშვიდობისკენ.